გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. გამარჯობათ. მეგობრებო, ჩაი გავაკეთოთ. ჩაი კი არა, ცხელი, სასმელი, აი ესეთი წითელი კუნელი მოკრიფე. კუნელი ტყეში ბევრია, მაგრამ ბატონდავთ ეს გავამართვით წითელი კუნელი. შავი კუნელი, წითელ კუნელზე არომატულია. სამკუნალო თვისებები რაც აქვს. ეს სხვა რაღაცაა რა. ტყეში წააწყდებით, უეწველი წამეთ. და უგონოთ ძალიან ბევრი არა, მაგრამ აი შეხედეთ რანაირია. აი ეს რა არის, ქვემოწითელი რა? ესა? ეს არის კოწახური. კოწახურის კამპეტი გიჭამია. აჰა. გასინჯერცανε. იცოდე მჟავია, მაგას ელოდე. როგორია? შავი. როგორ დაიჭხანა? მოდი, ბატონო დავით, რახან კოწახური აღმოაჩინე, ორი ძალი მტევანი კოწახური წავიღოთ. ჩვენ ისეთი რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ, რომ ეს დამიჭირე. რა. აი. კოწახური, შავი, ის რა ქვია, კუნელი და წითელი კუნელი. ოღონდ შავი კუნელი წითელ კუნელს გაცილებით ჯობია და სამკურნალო თვისებები აქვს გულისთვის არის. აი რა ვიცი რა. მანქანას უკაი ზეთი ჩაასხა და უფრო კარგ გამუშავებს, აი ეგეთი რაღაცა ეფექტი აქვს ამას. ბატონო დავით. წამოხლა რაც აკვიჩუცას გვინდოდა? მე ჩემთვის. კაცო, მე ჩამოვდი და მოკრიფოთ. წელს ტყეში ძალიან ბევრი კუნელი, ახლა ჩავდით ქოხში. და მიამისგან გავაკეთებ მაგარამის და გაჩვენებთ. ბატონო დავით. დესერტს ქართულად რა ქვია? სანჯბელი. არა. ტკბილეული. დესერტი რა არის? საჭმის შემდეგ რომ რაღაცას მიესმენ, ხო ეგრეა? ქართულად დესერტს ქვია ჩაროზი. ჩაროზი? ჩაროზი. ჩაროზი. მოდი დავამზადოთ ახლა ჩაროზი. შეიძლება ჩაროზიც არა, ესეთი რაღაცა შეგიძლიათ დილითაც მითოთ, საღამოთი ჩუოთილსაც და როცა მაგრამ თქვენი ნება. გინდა ზეთ ხაშზე დაუშვით. ამისათვის დაგჭირდებათ აი ესეთი ნამცხვარი. თუმცა შეიძლება ნამცხვარი. არა, შეიძლება საერთოდ ნამცხვარი არ გქონდეთ. მოდი ეგრეც. ხო, ეგეც შეიძლება. მაგრამ მე გადავწყვიტე რომ ნამცხვარი გამომეცხო ბატონო დავით. ეგ არ გადამიღია, მაგრამ ჯანდაბას. კაი ხელი მაქვს ტკბილი. დაგვიჯერეთ. ეხლა ნახეთ. კოწახური გვაქვს. კოწახური. შავი კუნელი და წითელი კუნელი. ანუ აი ამაში ეგეთი რაღაცები მთელი ხო ნახეთ როგორ მოვკრიფეთ. ვიტამინების გროვა. ო, ეხლა ეგ დღისით მოვკრიფეთ, ეხლა ვივახშმეთ, ტყეში შემოგვაღამდა. აი ფანჯარში გაიხედოთ მაგრა ბნელა რა. ბატონო დავით. რობნელა რა უნდა გააკეთო? უნდა გაანათო. იქ სადაც ბნელა უნდა იარო ნელა. კოტე ყუბანეიშვილის გამოთქმები ეგ. მოკლედ, ჩაროზისთვის ეხლა მზათა ვართ. ესენი ყველაფერი გვაქვს. და გვჭირდება მანუ ეს გარეცხილია? მანუ გარეცხა. აი ესეთი რაღაცა. რაღაც რა ვაშლი. 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 ვაშლი ბიბლიური მცენარეა, იცი? ევამ ადამს აჭამა. მე ვიცი. რა ვაბა როგორ მოხდა ეგ ამბავი, იცი? ვაშლი ვიცი. ვაშლი რატომ იცა? ღმერთს მოუთ ხარში ჭამოთ ესაო რა. ევამ ხო შეჭამა. და მიხვდი რომ ის ქალი იყო. ამ დროს ადამი იყო წამოწოლი და ერთად იფხანდა, ვაფშე არც ქალი აინტერესებდა, არც ვაფშე არაფერი არ აინტერესებდა რა. უყურებდა ვებხვიდა ირემი როგორ ძოვდნენ ერთად ბალახს. და ამ დროს მივიდა ვერაგი. რატო ვერაგი? მე პრინციპში მივესალმები, ევამ და უთხაბა ეს შეჭამეო. ადამი გულუბრყვილო იყო. ადამი გოგო თუ ვირი? არა, ადამი იყო კაცი. და ევა იყო ქალი. ღმერთმა ჯერ ადამი შექმნა თიხისაგან, სახის და თვისითა. ადამი კალიო? კაცი შექმნა ჯერ. და მე ეს ადამი ძალიან მოწყენო იყო, ნეკნე ამოაცალა.
ნეკნი ერთადერთი ძოლი რომელსაც twin-ი არ აქვს და შექმნა ევა. ანუ ქალი. და ნეკნისგან არა ეს ბიბლიაში წერია, მე არაფერს არ ვიკონებ და მომიტეო ფემინისტებმა და უთხრა აგი გასინჯეო. ადამიანმა გამორთვა შეჭამა და ჰოი საოცრად დაინახო ეს ევა არა მარტო twin-ის ის არის რა ქვია მალამო. რაღაცა ფორმები შეამჩნია ასე და ვერ თვითონ დაიხედა და ეგეთი რაღაცები არა ქონდა რაღაცები იმასაც იმან მიიფარ ამანაც მიიფარ და ამის შემდეგ დავდივოთ რომ ვიფარებულ მოფარებულები გაიგე? გავიგე. ეხლა კიდე ერთი რამე მომაქონდა ამონდოზე. Apple იცი ეგეთი ფირმა? Apple? ხო. iPhone. iPhone. არა. Apple iPhone-საც უშვებს, მაგრამ Apple-ია, კომპიუტერსაც უშვებს. სიმბოლო რა? მოგბეჭილი ვაში. ეს ის ვაშლი ხო არ არის ადამმა რომ მოგბიჭა შემთხვევით. ჰა? არ შეიძლება. ვისაც Apple გაქვს დაფიქრდით. მე არ მაქვს. არც მე არა მაქვს. მოკლედ ჩვენ ვაშლის მოკლებას არ მოკლებას არ ვაპირებთ, აი ეგეთი რაღაცა გავაკეთეთ. და ბატონო დავით ახლა შენ გელოდება დიდი აღმოჩენების იმაში უნდა ჩავარდე. ნუ ჭამ. დასტოვა. არ შევჭამ მოგბიჭი. და მე შევჭამ. მაიცა კაცო. გული უნდა ამოვაცალოთ ჩვენ ჩაროს. უგულო. აი შეჭო. ჰა? უგულო ვაში. ორა. ოღონდ ისეთი უნდა ამოიღოთ რომ შიგნით არ გაჭრათ რა. ჭიქასავით უნდა გაკეთდეს. აი ეს. ნუ ახლა ჩვენ ტყეში ვართ, მაგრამ თუ სახშიცად მე შეგიძლიათ რომ ეს ყველაფერი აქედან ამოჭრათ. ბატონო დავით, რატო ხარ ეგრე მოусვენა? არა, მგონი აქვე არ წაიკიდა იმას შეშეს. არა უშავს. ჩვენი ჩარუზისათვის მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ორთქლი ამოდის ჩა. აქ უკვე მე კოზი უნდა გამომეყენებდეს ეს ყველაფერი ამომეფრიკა, მაგრამ არა უშავს. დაბლა უკვე დაბლა არის იატაკი მიწის. და ჩვენ აკავს თაგვი გენადი. შეჭამს. ხო, გენადი შეჭამ. გენადის უტოვებთ ხოლმე რაღაცას. და ეხლა ალბათ გახოს ტორტი რო დაუტოვეთ. ტორტი. მოახალწეს არა? მოდი ესე გავაკეთოთ, რომ მოკლედ აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. ბატონო დავით. აი? ჭიქარ. გავს. ჭურჭელია, მაგრამ არც რაზუმლება მოყენდა. ეს არის საკრალური ჭიქა. მგორე. აი ესეთი რაღაცა უნდა გააკეთოთ. შეხედე? გაწო, ხო? ჩაიხედე. მოდი, შენ თეთრი დალია, მე წითელი დალია. ჰა? მეორეც არის. შენ ადამი და ევას გამრავლებაზე რა აზრის ახარ? შენ იცი რომ ევას ადამიანის ვაშლი არ ეჭმია? შვილები არ ეყოლებოდათ. და დღესაც ადამი ყურების პარტყუნით რაიმე მწიფე ხის ქვეშ იქნებოდა წამოღორებული და სოფეხებზე გედევდა ყველაფერი. ზოგი მისტირის, ზოგი გმობს ევას. მაგრამ ევამ დაანახა ადამიანს რა, რომ ცხოვრებაში ხის ქვეშ წამოწოლა და ლეგვის ჭამის გარდა კიდე რაღაცებიც არსებობს. ბოლო-ბოლო თავისი თავი დაანახა, გაიგე? შენ გოგოებზე რა აზრის ახარ? ნუ რაღაცა დამოკიდებულა ხო გაქვს რა? რავი, ზოგი არის, აი მენა კაცივით არის? არის ბევრი. ზოგი გოგო არის კაცივით? კი. და რაში გამოიხატება? აი მენა ბოდიბილდერი ახლა. ღონიერები არიან? ხო, რა, არა, ეგ ბავშვობაში ეგ დავით დიდი არაფერს არ აწყვეტავს. რას იზოს ღონიერი? აი, რო დაგეტაკო გადაგაგდებს. ანუ შენ ეგრე ზომავ, ხო, ჯერჯერობით. არა, მაი შენ დააცადე ცოტა ხანი 1-5-6 წელი ეს მონუცხული როილი თვალებ დაჭყეტილი, მე უნდა გნახო. გაიგე შენა. აი ესე. და ანუ ეს რაში უნდა გამოდე? ორი ცალი ჭიქა დავამზადე, წითელი და თეთრი. შენ? ესე. ეხლა ნახე.
ავიღოთ კოწახური. ჩაგიგდებ შენ? ჩავიგდებ მე. თუ ეს ყუნწი უნდა? კონდეს. აი ახლა წამოყარო. დასტოვა ეგ ბიჭო, ამიან ვიყოფილა. მაგას მე ვერ გავაცილ, ისაჭირო ყოფილიყო. ოღონდ. შავკუნელს ჩაგიყრი შიგნით. მე შავკუნელს ჩავიყრი. ესე ორი ცალი წითელი კუნელი შენ. ორი ცალი წითელი კუნელი მე. აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. მომაწოდე აი ესა ჩაიდანი. ესე. ცხელია. ცხელი კი არა მდუღარი მომიცეკა. ოპა. ეხლა ზედარ დაგესხას. და ვაშლი არ გავუშვე? არ გაუშვებს. ესე. იყოს მომაში. წითელი ჩაი. ესე. ერთ საიდუმლოს გავიხსენ, სანამ ამას გავაკეთებდი, მე ამაში კუნელი ეგ ისევ შემოდეიქ. ამ ჭიქაში, იმაში რა ქვია, ჩაიდანში კუნელი ჩავყარე. ეხლა ბატონო დავით. ამას მეტი აღარაფერი აღარ უნდა აცადე. რო ვაშლმა თავის აი. კოწახური ხო? კოწახური მჟავია. მოდი ეხლა შაქარი არ უნდა ხო? ნატურალურს არაფერს არ უნდა შაქარი. აი ნამცხვარი გავჭრათ. ნამცხვარზე რა აზრის ახლა ბატონო დავით? რავი, ზოგი კაია, ზოგი არა. შენი გაკეთებული კაი. გამომორთვი. თხილად ის არ დაგეღვაროს. კაი. ესე. თუ ვინმეს ესეთი რამე დაგილივეთ ან გაგიკეთებიეთ, მოხწერეთ რა. ესე. ეხლა გეტყვით ამ ჭურჭლის უპირატესობას რა. ნახეთ შენ რა ხდება? გემრიელია ნამცხვარი. ანუ ეს გამოიანები. ეს აბარა შენ გონია მე საიდანიც. ეხლა ამ ყველაფერში ვაშლის წონიც გამოვიდა. ორივე კუნელმა გახსნა თავისი გემონური თვისებები ბატონო და. ესეც არ ცხელდება, არა, მილიონი წელი როგორც არ გაცხელდება. ოდნავ მოსვლა გეტყვი რა ხდება. ცხელია. შიგნიდან ცხელია. მაგრამ იცი ისე გემო დაკრავს, აი ნახე ახლონანაჩვენი მინდა რომ შიგნით ჩაიხედოთ რა. ვაშლის არომატიც ისხნა რა ქვია. სუნი აქვს ვაშლის? აი დაცე და მოსვი, ოდნავ ოღონდ. თხილად დალი. ცხელია. თუ ცხელი. კაი. ბიჭო, ჩაი ცხელი უნდა დალიო, ცივი რა უბედურობა. ოდნავ მოსვი. ჩაის მეძოს ხოსხვანარი გემო. აუ ძალიან გემრიელია და ეს ვაშლები რა შემყვანა. როდაცლი უნდა მიაჭამო, ხო? ო. აი რა გითხრათ რა. გემრიელი კი არ არის. ძალიან გემრიელესია. უგემრიელი. ნახეთ რომ ვაშლი იყოს დიდი რა. თუ ამას გააკეთებთ. რამე ნამცხვარი აიღეთ. სასურველი იყო. მე არ ვიცოდი ესეთ გამოვეყენებ ხოლმე. მე შენ კითხვისგან მე გასწავლი არყიჭიკის გაკეთებას. ჯერ ახალგაზრდა ხარ მაგისთვის. და მე შეგიძლია ცოტა ფსკერზე რო ჩახვალთ. მიაჭამოთ. კიდეც მიაჭამოთ, ძალიან სასიამოვნოა. უშრალ. ნამცხვარი არც გინდა რომ ესეც კაი. გასინჯე რა. ნამცხვარი ხო ტკბილია. კი. ჯერ ვაშლა ჩაკბიჭარა, ჯერ ნამცხვარი შეჭამე. ეხლა ჩაი მიცხე ზემოდან. როგორია. მოგეთ მეგობრებო, ეს გააკეთეთ. თქვენც მაგრა ისიამონეთ, სტუმრებსაც მაგრათ ასიამონებთ. ანუ კუნელი კიდე აი ტყემია კუნელი, შეგიძლიათ მოკრიფოთ. გექნება და დიდი სიამონები. ვაშლიც არის, მაგრამ ტყის ვაშლი ცოტა პატარა არის. არა, ეს ტყის ვაშლი არა. ეს არ არის, მაგრამ ანუ ტყის ვაშლი, ანუ ტყის ვაშლი რო გააკეთო პატარა იქნება.
განუმეორებული გემოა. ამით ახლა გამოგემშვიდობებით. დღეს ამოციკით როგორ გააკეთოთ? დაუვიწყარი სასმელი, რომელიც გინდ ნამწყვალს ერთად ჭამეთ, გინდ ორცხობილას ერთად ჭამეთ, გინდ მარტო ესე ჭამეთ, ისე ამათ მოდითი მამიჭახუნი. კარგად ვზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.